სხდომა ბრალდებულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მედიას მალევე დაატოვებინეს. საქმის განხილვა პროკურატურამ და სასამართლომ ამჯერადაც დახურეს. 4 ოქტომბრის პროცესებთან დაკავშირებული 5-ზე მეტი საქმიდან ბაჩუ ახალაიას ეპიზოდია ერთადერთი, რომელიც დახურულ კარს მიღმა იხილება. ესეთი მასალების სხვა არც ერთ საქმეში არ დევს. ყველა საქმეზე ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე მიღებული არის ასეთი გადაწყვეტილება. დასამალი პროკურატურას მოწმეთა ვინაობა აქვს, რომლებიც სუსის თანამშრომლები არიან. ეს ოფიციალური ვერსია. ბრალდებული კი დარწმუნებულია, რომ პირიქით ქართული ოცნება არა მტკიცებულებების გასაიდუმლოებას, არამედ მისი არარსებობის დამალვას ცდილობს. Vaccine procesi rატომ უნდა დახუროს? ნახოს რომ ჩანდა ახალია ბევრს არაფერს არ ყოფს მოთამაშე. კიდევ და დაინახავენ რაოდენობა სადაგებდა და უკეთესი ყურაა ეს. ერთი მტკიცებულება მოიტანო აი და მე აქ ავწოდებს და ვარ. ყველაფერს რასაც რაც ვაჩიცებ. ერთი მოიტანო ერთი პროკურატურას ხელიდან ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გამოეცალა. დასტურდება, რომ აუდიო მასალა, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულმა მედიამ 4 ოქტომბერს გაასაჯაროვა, ფაბრიკაციაა. პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საუბარი, რომელშიც თითქოს და პაატა ბურჯულაძე და ბაჩუ ახალაია ფიგურირებენ და რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ, დამონტაჟებულია. ავთენტიკურობის დადგენა კი შეუძლებელი. არადა ოცნების მთავრობა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დამნაშავეობის შესახებ შთაბეჭდილება საზოგადოებას სწორედ ამ მასალით შეუქმნა. ამის შესახებ შეკითხვები დღეს საქმის პროკურორმა უპასუხოდ დატოვა. შინაარსთან დაკავშირებით ვერ ავთენტური არა. დახურული იქნება სხდომა. და კონკრეტულად ეს ექსპერტიზა რატომ არის საიდუმლო? ეს ექსპერტიზა არა, ყველა მასალა გახლავთ საიდუმლო და შინაარსთან დაკავშირებით. საიდუმლოა, რომ ბოლოს შინაარსთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და შესაბამისად გაიკითხებიან სასამართლოს წინაშეც. ეს აღნიშნა ბაჩომ, რომ ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგენო და მე თვითონ ავწევ ხელებს, ხო? იმიტომ არაფერი არ აქვს და ზუსტად ამიტომ ხურავენ და კიდევ ერთხელ დავწმუდით დღეს, რომ მოსამართლე დამოუკიდებელი არ არის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო დღეს დამოუკიდებელი არ არის და თვითონ კონკრეტულად ვერ წყვეტეთ მოსამართლეები, გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. თავიდანვე იყო უკვე გასაგები ჩვენთვის, რომ დახურავდნენ. ბაჩუ ახალაია, რომელსაც ქართული ოცნება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორად ასახელებს, ამ ფაქტს დაბრალს უარყოფს. თუმცა ამგვარის არსებობის შემთხვევაშიც კი ბიძინა ივანიშვილის დამხობას დანაშაულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, დარბაზში სხდომის დახურვამდე დამსწრებს საჯაროდ განუცხადა, რომ რუსული რეჟიმის დამხობა დღეს საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებაა და ეს გარდაუვალია. დარწმუნებულია, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი მხოლოდ 2 სცენარს შორის დარჩება: ცუცა და უარეს შორის. მე პირად, როგორც ერთი ადამიანი, პირადად მე თვლი რომ ეს ხელისუფლება არის დასამართლე. რაც შეიძლება სწრაფად და სასწრაფოდ. ნებისმიერი ფორმიდან ნებისმიერი გზით. ძალიან არის გამოსაყენებელი ყველა მოძრაობადი პოლიციების წინააღმდეგ. ყველა ვინც არ გაჭობილი, ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს ცემს და წიწუნავს, ყველასთვის ხელია დასამართლე. აქ უნდა ამას დავა. უბრალოდ ამას აღებეუბნები, რა გასამართლე არაფერი არ არის. დასამართლე არაფერი არ არის, ეს არის ჩემი კარი შეხედულება. ეს არის ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულება დაამხოს რუსი დიქტატურა. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყენია ყველა თვითმარქვია უბრალოდ. აბსოლუტურად ყველა. ციკლებით არის გამოსაყენია. ეს არის დასაკეთებელი, ეს გაკეთდება. განსხვავებები არის იმაში, რომ ჩვენი დიქტატორი დაამთავროს როგორც სადაა, როგორც ადაა, თუ როგორც ჩაუშვეს. არჩევანი დიდი არ არის. ამას წყალი არ გავაკეთებ. საერთოდ არ მიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიღაცა წავაწყდები და ის მე არ მეშინი. აი აბსოლუტურად მე მეშინი. როცა დიქტატურაში ვცხოვრობ. თქვენც უნდა მეშინი. ბევრ სალი აზრი მქონე ადამიანს დიქტატურის პირობებში ეშინი. მაგრამ საქმე ის არის, რაც მეც შეაშინებს რეჟიმი. მე არის პანტის გასის შანსი იმიტომ, რომ შიში არის ბუნებრივი, უშიშარი ადამიანები არ არსებობენ. გამდენს ვეძახით იმას, ვინც შიშის პირობებში მაინც მოქმედებს. აი ამ ზღვას მივაყოთ და დავამბობთ ამას, ამას ვერ არაფერი. ახალაიას ადვოკატები ყვებიან, რომ საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიერ 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზებას ადასტურებს, არ დევს. დამონტაჟებული აუდიო მასალის გარდა ავთენტიკური ვიდეო ან აუდიო ოპერატიული მასალა ამ ეტაპზე არ არსებობს. ბრალში შედავებიან თვითონ იმ პირების, რომელიც ვითომ ორგანიზატორება დაიჭირა, სწორედ მათთან საუბარს ედავებიან, ანუ მითითება ფიქრი აქვს ესეთი, რომ თან ხო ეს საუბრა
ამასაც ვერ ადასტურებენ და რო ესაუბრავთ, ანუ მითითებები მისცაო. ბრალში სწორედ ეგრეა. შინაარს ვინ მოყვება ამ საუბრების? ეს რაიმე ოპერატიულად მოპოვებული მასალებია? საზოგადოებას რომ განვუმარტოთ. საერთოდ არ არის გავრცელებული, საქმეში არ არის არავის გადმოცემული, რომ რა შინაარსზე შეიძლება საუბარი იყოს. თავი დავანებოთ იმას, რომ კავშირი არ დგინდება. და არათუ ის, რომ შინაარსი რა შეიძლება იყოს. ბაჩუ ახალაია ორი თვეა ციხეშია. მას დღეს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივეს. უახეს მომავალში საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყება და დიდი ალბათობით განხილვის ეს ეტაპიც დახურული იქნება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელმაც ციხეში 9 წელი გაატარა და 4 წლის წინ დატოვა. ახლა კიდევ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.